რომელი ქვეყანა მალე ექნება მსოფლიოში მეორე ყველაზე დიდი სატელიტური ფლოტი? ეს არ არის აშშ-ში. ისინი პირველ ადგილზე არიან Starlink-ით. ეს არ არის ჩინეთი. ეს არის და მე თავად ორჯერ წავიკითხე ეს ამბავი, გერმანია. გერმანიის შეიარაღებული ძალები გეგმავენ 1200-მდე სატელიტის განლაგებას დაზვერვისა და კომუნიკაციისთვის. და როცა ეს ფლოტი მზად იქნება, ეს იქნება Starlink-ის შემდეგ მეორე ადგილი ცაზე. ყველა სახელმწიფოზე, ყველა კომპანიაზე, Amazon-ზე და ყველა ფერზე, რაც ჩინეთს აქამდე რეალურად აქვს ორბიტაზე, თავარ ნაწილს აქვს მშვენივრად ნერდული სახელი. Spock 2. საუბარია დაახლოებით 5 მილიარდ ევროზე და ამისთვის ახლა 3 გერმანული სამრეწველო ბლოკი იბრძვის. ბრძოლა, როგორიც ამ სფეროს ჯერ არ უნახავს. Airbus-ი Rheinmetall-ისა და ოხფის წინააღმდეგ. თითოეულს ყავს საკუთარი მოკავშირეები. რადარის სპეციალისტები ფინეთიდან დაწყებული, მიუნხენის საბრძოლო ხელოვნური ინტელექტით დამთავრებული. გერმანია, ანუ ქვეყანა, რომელმაც თავისი კოსმოსური პროგრამა 10 წლეულების განმავლობაში დამატებად მიიჩნია, მოულოდნელად ისევ თამაში დაბრუნდა. საკითხავი მხოლოდ ისაა, ეს დაბრუნება თუ ისევ მხოლოდ განცხადება. ჩემი სახელია სირვანი და ეს არის მარსის ქრონიკები. სანამ ბრძოლაზე გადავიდოდეთ, კითხვა ისაა, რატო ხდება ეს ყველაფერი სწორედ ახლა? პასუხს აქვს თარიღი. 2022 წლის 24 თებერვალი. ომმა უკრაინაში მსოფლიოს 2 გაკვეთილი ასწავლა სატელიტების შესახებ. პირველი, მათ გარეშე აღარაფერი მუშაობს. როდესაც უკრაინაში მობილური ანძები და ოპტიკური ბოჭკო განადგურდა, მხოლოდ ერთმა სისტემამ შეინარჩუნა ქვეყნის კომუნიკაცია, Starlink-მა. მეორე გაკვეთილი უფრო არასასიამოვნოა. ეს სასიცოცხლო არტერია მხოლოდ ერთ კაცს ეკუთვნის. და დებატებმა იმის შესახებ, სად და როდის არის ეს ქსელი ხელმისაწვდომი და სად არა, ევროპის ყველა თავდაცვის სამინისტროში განგაშის ზარები ააჟღერა. ვინც კრიტიკულ სიტუაციაში უცხო კომპანიის დირექტორის ხუშტურზეა დამოკიდებული, მას სუვერენიტეტი არ აქვს, არამედ უბრალოდ აბონემენტი. ამას ემატება თანამედროვე საომარი მართვის სისტემა, რომელიც ორბიტიდან მირებული სურათის გარეშე უბრალოდ ვეღარ ფუნქციონირებს. რადარის დაზვერვა, ოპტიკური დაზვერვა, რაკეტების გამაფრთხილებელი სისტემა, ყველაფერი ცაზეა დამოკიდებული. ამიტომ კოსმოსი მოულოდნელად გერმანიის შესყიდვების სიების სათავეში აღმოჩნდა. ეს ყველაფერი ისტორიული მასშტაბის შეიარაღების პაკეტშია ჩართული. რა არის ზუსტად Spock 2? ეს აბრევიატურა ნიშნავს კოსმოსურ სისტემას მუდმივი ოპერაციული თვალთვალისთვის. ანუ, ეს არის კოსმოსური სისტემა უწყვეტი, მზადყოფნაში მყოფი მეთვალყურეობისთვის. ამის უკან დგას დაახლოებით 1000 თანამგზავრის კონსტელაცია რადარებითა და სპეციალური კამერებით, რომლებიც სამხედროებს უნდა მიაწოდონ, რაც შეიძლება სრულყოფილი და ზუსტი სურათი მდგომარეობის შესახებ. უწყვეტი, აქ გადამწყვეტი სიფხვა. ერთი სადაზვერო თანამგზავრი ყოველ რამდენიმე საათში ერთხელ გადაუფრენს სამიზნე ტერიტორიას. ასობით თანამგზავრის კონსტელაცია კი პრაქტიკულად ყოველთვის აკვირდება მას. შეფასებული კონტრაქტის მოცულობა დაახლოებით 5 მილიარდ ევროს შეადგენს. სისტემა მზად იქნება გამოყენებისთვის ყველაზე ადრე 3 წლის შემდეგ. და Spock 2 მხოლოდ ნახევარია პარალელურად იქნება სათქომ BW4, რაც ბუნდესვერის სატელიტური კომუნიკაციის მეოთხე თაობა. რამდენიმე ასეული დამატებითი სატელიტი მოსმენა გაუმტარი კავშირებისთვის. ერთად ეს ქმნის იმ ფლოტს, რომელიც 1200-მდე სატელიტს მოიცავს. რითაც გერმანია Starlink-ის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზეა. თუ მანამდე Blue Origin-ს, ჩინეთს და კიდევ რამდენიმე მოთამაშეს უბრალოდ ეძინათ. მოდი ცოტა ხნით დავფიქრდეთ ამაზე. ბუნდესვერი, რომელიც წლების განმავლობაში უხერხული ამბების სათაურებში ხდებოდა რადიოებითა და შაშხანებით, ეხლა კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი კოსმოსური ფლოტის დაგეგმვას აპირებს. და ეხლა გადავიდეთ მთავარ ბრძოლაზე. რადგან Spock 2-ისთვის 3 ბანაკი იბრძვის და მათი განლაგება მართლაც მომხიბლელი. პირველ ბანაკში დგას Airbus Defence and Space, დამკვიდრებული გიგანტი, რომელმაც გაზომვის ტექნიკის სპეციალისტ როდე და შვარცთან გააფორმა ალიანსი. მეორე ბანაკში დგას Rheinmetall, ტანკებისა და საბრძოლო მასალების კონცერნი, რომელიც კოსმოსურ სფეროში აქამდე უცნობი იყო, მაგრამ ფინურ რადარის სატელიტების მსოფლიო ლიდერ ICI-სთან გაერთიანდა. და დიუსელდორფთან უკვე აშენებს ქარხანას, რომელიც ყოველ კვირას მინიმუმ 1 სატელიტს გამოუშვებს.
ხოლო მესამე ბანაკში დგას Obremενიდან, გერმანული კოსმოსური საშუალო ზომის გერმანული კოსმოსური კომპანია, რომელმაც ოდმაგად რაიძლიერა პოზიციები მიუნხენის თავდაცვის ხელოვნური ინტელექტის კომპანია Helsingit და ნორვეგიულ სამხედრო გიგანტ Kongsbergit, და რომელიც საქსონიაში ან ბრემენში ქარხნის აშენებას გეგმავს, სადაც კვირაში 3-მდე სატელიტის წარმოება იქნება შესაძლებელი. სამივე ბანაკმა დამატებით გერმანული New Space სტარტაპები, როგორიცაა Constella და Livio, მიიწვია. და სწორედ ეს არის ნამდვილი კულტურული წვეთა. 10 წლეულების განმავლობაში ასეთი შეკვეთები ჩვეულებრივ ეჭვმიტანილებს შორის ნაწილდებოდა. ახლა კი კონსორციუმები სტარტაპებთან ერთად რეალურ კონკურენციას ქმნიან. ხელშეკრულებები დაახლოებით 2 წელიწადში უნდა გაფორმდეს. პირველი სატელიტები კი დაახლოებით 3 წელიწადში უნდა გაფრინდნენ. და ერთი დეტალი ამ საკითხს კიდევ უფრო ცნობაც ხდის. საკომუნიკაციო კონსტელაციაში Satcom BW, BW4, იგივე 3 კონცერნი მონაწილეობს, რომლებიც ერთმანეთს არ ეჯიბრებიან, არამედ ერთად მოქმედებენ. Airbus-ი ამისთვის ფრიდრიხსჰაფენში სპეციალურად OneWeb-ის ტიპის სატელიტების საწარმოო ხაზის შექმნასაც კი გეგმავს. მოწინააღმდეგეები დაზვერვაში, პარტნიორები კომუნიკაციაში. გერმანიის კოსმოსური ინდუსტრია ამჟამად საკუთარ თავთან თამაშობს შახმატს. ბუნდესვერის წარმომადგენელმა თავად დაასახელა სუსტი წერტილი. ამ ტიპის მასობრივი წარმოება გერმანიაში ჯერ არავის გაუკეთებია. აქამდე სატელიტები გერმანიაში ისე მზადდებოდა, როგორც მარსის სკაფანდრები, ცალ-ცალკე, ძვირადღირებულად და წლების განმავლობაში. ეხლა კი ეს ყველაფერი კონვეიერის ხაზზე უნდა გადავიდეს. კვირაში 3 ცალი და სწორედ ეს არის ის დისციპლინა, სადაც SpaceX-ი ყველას გაუსწრებს. ყოველ შემთხვევაში მომარაგების საჭიროებით სარგებლობენ გერმანული რაკეტების სტარტაპებიც. პირველ რიგში ესა Aerospace-ი და Rocket Factory Augsburg-ი. რადგან 1000 სატელიტი ჯერ კიდევ უნდა იქნეს გაშვებული. ვინც ჩვენს ვიდეოებს იცნობს, ხვდება რამდენად მჭიდროდ არის ეს რბოლა დაკავშირებული გამშვები რაკეტების რბოლასთან. მოკლედ შესვენება ჩემს საქმეზეც და მოკლედ გეტყვით. თუ ეს ახსნა განმარტებები შენთვის სასარგებლოა, გთხოვ ვიდეოს ლაიქი დაუწერ. ეს მხოლოდ ერთი დაწკაპონებაა, მაგრამ ამის შედეგად YouTube ვიდეოს ბევრად მეტ ადამიანს აჩვენებს. და სწორედ ასეთ გერმანიასთან დაკავშირებულ თემაზე თითოეული ნახვა მნიშვნელოვანი. ვინც Mars Chronicles-ის კიდევ უფრო მხარდაჭერა სურს, არხის თეორიაში რამდენიმე სასიამოვნო დამატებას იპოვის და ამით პირდაპირ აფინანსებს ამ კვლევებს. და ყველასთვის, ვინც ფერასფერა Ad Astra-ს სულისკვეთებას ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ატარებს, ჩვენს მაღაზიაში Planet Pioneers მზად არის ამოქარგული Ad Astra კოლექცია, ბული არწერაში. გმადლობთ და ახლა გადავიდეთ არასასიამოვნო კითხვაზე. რას ამბობს ამაზე დანარჩენი ევროპა? რადგან აქ გეოპოლიტიკურად რთული ხდება. ევროკავშირი უკვე ქმნის საკუთარ პასუხს Starlink-ზე, კონსტელაცია Iris Squares. დაახლოებით 290 თანამგზავრი, 10.6 მილიარდი ევრო. ამ კონსორციუმის SpaceRise-ის მიერ, რომელიც შედგება Eutelsat-ის, SES-ისა და Hispasat-ისგან, პირველი საბაზისო დაფარვა უკვე 2029 წლისთვის არის დაპირებული. და რას აკეთებს გერმანია? გერმანია პარალელურად ქმნის საკუთარ ეროვნულ არქიტექტურას. სწორედ ამიტომ ბრიუსელში განგაშის წარები ისმის. ევროპარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მარი აგნეს შტრაკ-ციმერმანი აფრთხილებს. თუ გერმანია ახლა მხოლოდ ეროვნულ არქიტექტურას ააშენებს, რომელიც ინტეგრირებული არ იქნება Iris Square-ში, ევროპული სტრუქტურების დასუსტების საფრთხე საფრთხე არსებობს. და ევროპარლამენტში არსებობს შეშფოთება ორმაგი სტრუქტურების, დანაწევრებისა და დამატებითი ხარჯების გამო. ბერლინი პასუხობს. Iris Square შეიძლება იყოს დამატებითი შესაძლებლობა, მაგრამ საკუთარი სისტემები გერმანიის შეიარაღებული ძალების სპეციფიკურ საჭიროებებზეა მორგებული. ორივეს თავისი არგუმენტი აქვს. ქვეყანას, რომელიც კრიტიკულ სიტუაციაში ბრიუსელის კონსენსუსის მოლოდინში ყოფნას არ აპირებს, საკუთარი შესაძლებლობები სჭირდება. მაგრამ კონტინენტმა, რომელიც თავს იმ ფუფუნებას აძლევს, რომ Starlink-ს ნახევარი ათეული აკონკურენტი მინიატურული კონსტელაციით დაუპირისპირდეს, ვერ გაიგო დანაწევრების პრობლემა, რის გამოც ევროპის კოსმოსური სფერო 10 წლეულებია იტანჯება. და სხვები, საფრანგეთი მის ტრადიციულ გზას ინდუსტრიული პოლიტიკის მეშვეობით აგრძელებს. ფრანგული სახელმწიფო ეხლა უკვე სატელიტური ოპერატორი Eutelsat-ის უმსხვილესი აქციონერია. ამ ჯგუფში შედის ბრიტანულ ფესვებზე დაფუძნებული OneWeb-ის კონსტელაციაც, ხოლო Airbus-ი უკვე აშენებს OneWeb-ის შემდეგი თაობის სატელიტებს, რომელთა მიწოდება 2026 წლის ბოლოს უნდა დაიწყოს. ეს აშკარად Iris Square-ისთვის მოსამზადებელ ეტაპადაა წარმოდგენილი. პარიზი შესაბამისად თავადვე იძენს ევროპულ გადაწყვეტას. აქ კი მცირე ირონიასთან მივდივართ, რომ ევროპის ერთადერთი მეტნაკლებად მოქმედი მეგაკონსტელაცია სწორედ OneWeb-ია, რომლის დაახლოებით 650 სატელიტიც დიდი ბრიტანეთიდან მოდის.
ანუ იმ ქვეყნიდან, რომელმაც ევროკავშირი დატოვა. თუ ბრიტანელებს არ ჩავთვლით, ევროპა კონსტელაციებში აქამდე უბრალოდ მაყურებლის როლში იყო. იტალია კი ერთდროულად ყველა მიმართულებით თამაშობს. რომი საჯაროდ ფლირტაობდა Starlink-თან საკუთარი მთავრობის კომუნიკაციისთვის. შიგნით Iris Squares ძალიან მელად მიიჩნევს და Starlink-ს უპირატესად თვლის. და პარალელურად სახელწოდებით Mercurio მუშაობს საკუთარი ეროვნული კონსტელაციისთვის განხორციელებადობის კვლევაზე, რომელიც უკვე მეორე ფაზაშია შესული. ამას შეიძლება მოქნილობა უწოდო, ან უბრალოდ იმას, რომ ყველა საკუთარ ხაზს მიხვება. და კიდევ არის ერთი ქვეყანა, რომელსაც ამ ჩამონათვალში არავინ ელოდა და რომელიც როგორც ვენელისთვის, ჩემთვის განსაკუთრებულ სიხარულს იწვევს – ავსტრია. ნეიტრალური ავსტრია სამხედრო სატელიტებს აშენებს. ხუმრობა არ არის. ფედერალური არმია თავისი კოსმოსური სტრატეგიის ფარგლებში ორ პროექტს ახორციელებს, რომლებიც ჯამში 5 სატელიტს მოიცავს. ლეო თუ ლეო, 2 ლეო. ნიდერლანდებთან თანამშრომლობით 3 სატელიტი დაახლოებით 500-დან 200 კილომეტრის სიმაღლეზე ორბიტაზე გაეშვა. მეოთხე ეგზემპლარი სატესტო ობიექტად გამოიყენეს. ისეთი დაბალია, რომ კამერები ბევრად უფრო მკვეთრ სურათებს იღებენ, ვიდრე ჩვეულებრივ. საერთო ხარჯი დაახლოებით 10 მილიონი ევროა. აქედან 6 ვენიდან მოდის. და BeaconSat, სრულიად ავსტრიული პროექტი, რომლის ღირებულებაც 1 მილიონ ევროზე ნაკლებია. ეს არის პატარა ძნელად შესატევი სატელიტი, რომელიც 2027 წლის დასაწყისიდან უნდა ამოიცნოს და გააანალიზოს ჩარევის სიგნალები. სხვათა შორის ის აშენდა შვეხეთში. დემო ვერსია მარტში წარადგინეს. თავდაცვის მინისტრმა ტანერმა ამას მონაცემების სუვერენიტეტი უწოდა. გრძელვადიანი მიზანია საკუთარი პატარა კონსტელაციები კომუნიკაციისთვის, ნავიგაციისა და დაზვერვისთვის. 5 სატელიტი 1200-თან შედარებით რა თქმა უნდა ცოტაა, მაგრამ მიმართულება აღსანიშნავია. თუნდაც ნეიტრალურმა ავსტრიამ გაიგო, რომ ნეიტრალიტეტი საკუთარი ფალების გარეშე ორბიტაზე მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ზღვის ეკრანებზე გეძლევა ყურების უფლება. ყველაზე ლამაზი პოინტა სხვათა შორის თავად არმიამ მიაწოდა. როგორც ერთ-ერთმა პასუხისგებელმა აღნიშნა, ყველაფერი მოსინჯეს, რომ სახელმწიფოს არ დასჭირვებოდა SpaceX-ზე დამოკიდებულება. არაფერი არ დაეხმარა. ავსტრიის სამხედრო თანამგზავრებიც Falcon 9-ით მიფრინავენ. თუ გინდა იცოდე, რატომ არ აქვს ევროპას აქ საკუთარი, ან ჯერ კიდევ არა, სანდო ცდომა, ჩვენი ESA, Aerospace ვიდეოები ზემოთ არის მითითებული. დასასრულს ჩემი გულწრფელი შეფასება. დიახ, გერმანია დაბრუნდა. და უფრო სერიოზულად ვიდრე ოდესმე ამ საუკუნეში. მხოლოდ სპოკორიზე 5 მილიარდი. ნამდვილი კონკურენცია კულისებში გადანაწილების ნაცვლად. სტარტაპები მაგიდასთან, ქარხნები შენებაშია. ეს არ არის მხოლოდ სიტყვები. ეს არის ინდუსტრიული პოლიტიკა, კაფიო გზავნილით. და რაინმეტალის სამხედრო დაფინანსების კომბინაცია, ICI-ის რადარის გამოცდილება, ჰელსინგის ხელოვნური ინტელექტი და OHP-ის კოსმოსური ტექნოლოგიები აჩვენებს, რომ აქ ახალი ინდუსტრიული ეკოსისტემა ტალიბდება. მაგრამ და ეს მაგრამ მნიშვნელოვანი. Android-თვის მსოფლიოს ეს მეორე ყველაზე დიდი სატელიტური ფლოტი მხოლოდ ქაღალდზე არსებობს. ხელშეკრულებები ყველაზე ადრე 2 წელიწადში გაფორმდება. პირველი სატელიტები 3 წელიწადში. და სანამ სრული კონსტელაცია ჩამოყალიბდება, Android-თვის Starlink-ს უკვე ორბიტაზე ექნება შემდეგი თაობის სატელიტები, ხოლო ჩინეთს საკუთარი ქსელები. სერიული წარმოება, რაც ამ ყველაფერს საჭიროებს, გერმანიაში ჯერ არავის დაუმტკიცებია. ყოველ შემთხვევაში არა სატელიტების სფეროში. და ალბათ ყველაზე უხერხული ხარვეზი რჩება კოსმოსში ასვლის გზა. სანამ თვით ავსტრიის სამხედრო სატელიტებიც ალტერნატივის არქონის გამო Falcon 9-ით გაშვებაზე არიან დამოკიდებული, ევროპის სუვერენიტეტი კოსმოსში ამერიკული ლიფტით მიღწეული სუვერენიტეტია. გერმანიამ სწორად დაასვა დიაგნოზი და ბოლოს ფული გამოგო. ეხლა მას უნდა გააკეთოს რაღაც, რაც ორივეზე უფრო რთული. მიწოდება დიდი რაოდენობით, დროულად, წლების განმავლობაში. იქნება ეს დაბრუნება ახალი კონსტელაცია, თუ მხოლოდ გერმანიის კოსმოსური ისტორიის ყველაზე ძვირადღირებული განზრახულების განცხადება. ამას პრეს-რელიზები არ წვეთს. არამედ ნიუსის, ბრემენისა და ფრიდრიხსაფენის საწარმოებში. ჩვენ ვაკვირდებით. პატიოსნად როგორც ყოველთვის, ყველა მიმართულებით. ჩემი სახელია სირვანი და ეს იყო მარსის ქრონიკები. მადლობა ყურებისთვის. Pera, ad astra.